Adigénis მუნიციპალიტეტის გამგეობა შეპესე ეტალონ მედიას რეკლამირებისათვის ყოველთვიურად 100 ლარს უხდის. აღნიშნული მომსახურებისთვის ხელშეკრულება 1 წლის ვადით დაიდო. დოკუმენტი მას შემდეგ გაფორმდა, რაც ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გადაცემა ეტალონი Adigénis სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩაიწერა. გადაცემის ორგანიზატორი იგივე კომპანიაა, რომელმაც შემდეგ მუნიციპალიტეტს ინტერნეტ სივრცეში რეკლამირება შესთავაზა. ამ ეტაპზე საინფორმაციო სააგენტო ETA News-ისა და Adigénis მუნიციპალიტეტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ერთი და იგივე სარეკლამო მასალები ქვეყნდება. Კომპანიამ გამოიჩინა ინიციატივა ჩვენ დაგვიკავშირდნენ და ჩვენ არ ვიცი, გადავხედით სიტუაციას და მივხვდით რომ ეს ნამდვილად იქნებოდა ის საშუალება, რომელიც გზითაც შეგვეძლო მოსახლეობისთვის მიგოცვლინა ხმა დამატებით. დეტალური კვლევა ამასთან დაკავშირებით არ გაგვიხორციელებია, თუმცა ეს რაც თანამდებობით ვიცით, საიტს დღეში კოლოსალური მომსახურე ყავს, თვეში დაახლოებით 2 მილიონი ნახევარი მომხმარებელი ყავს, ასე რომ ეს ვფიქრობთ, რომ ეფექტური იქნება ჩვენთვის. Adigénis მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ რეკლამირებისათვის დადებული ხელშეკრულებისა და მისი პირობების შესახებ არაფერი იცის. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ თანხა რეკლამირებაში მას შემდეგ უნდა დაიხარჯოს, როცა მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები მოგვარდება. სარეკლამო მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი თანხით მხოლოდ ერთი დეპუტატი დაინტერესდა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა თემურ ფეიქრიშვილმა საკრებულოს ხდომაზე სარეკლამო ხარჯების შესახებ საკითხი ხელშეკრულების დადებიდან 2 თვის შემდეგ დააყენა. რამოდენიმე თვის უკან გამოაცხადეთ ტენდერი არ ერთთან დაუდეთ ხელშეკრულება შპს ეტალონის დირექტორს არ ვიცი სახელი გვარი არ მახსოვს სარეკლამო მომსახურებაზე მე როგორც სატენდერო პირობებს გადავხედე ფაქტიურად სრულიად უცნობ ინტერნეტ გვერდს რომელსაც არანაირი მე ტოპჯიზე გადავათვალე და არანაირი ნახვის ის არა აქვს რა ქვია კოეფიციენტი ფაქტურად კოლოსალურ თანხას რის გამო გადაწყდა და რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება რომ გასულიყო ეგ თანხა სარეკლამო თვალსაზრისით რეკლამაზე რატო ხარჯავენ თანხას Adigéni ნაკლებადაა რატო ხარჯავენ გაიზარდოს ხო არა მე რას ვამბობ შესაძლებელი იყო იგივე თანხა უფრო მეტად ცნობილ სააგენტოებთან დადებულიყო შეგულება იმავე თანხაზე ვიდრე სრულიად უცნობად და დარწმუნებულია უფრო მეტად გააკეთებდა მუნიციპალიტეტმა ფაქტიურად გადაიხადა თანხა რეკლამაში, რომელიც რეკლამას ფაქტიურად არ განხორციელებულა. ფაქტიურად ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც შეიძლება გააჩირო კითხვა მუნიციპალიტეტმა რაში გადაიხადა რეკლამა, თითოეული მოსახლის ადგილობრივი Adigénis მუნიციპალიტეტის რაიონის მოსახლის მკვიდრის თანხა და შედეგი ფაქტიურად არ დამდგარა. იმიტომ რომ არავის არ გაცნობია, არავის არ უნახია ეს რეკლამა, რას მოიცავდა, რა სახის რეკლამა იყო, რა შინაარსის რეკლამა იყო, ფაქტიურად სრულიად უცნობი არის ჩვენთვის. საინფორმაციო სააგენტო ETA News-ზე განთავსებული მასალების უმრავლესობა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მუშაობას ასახავს. ამავე კომპანიასთან საინფორმაციო მომსახურებისთვის ხელშეკრულება 22 მაისს ახალციხის მერიამაც გააფორმა. გადასახდელი თანხა ამჯერადაც ყოველთვიური 100 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობა შეპესე ეტალონ მედიას მთლიანობაში 730 ლარს დეკემბრის თვის ჩათვლით გადაურიცხავს. ადგილობრივი თვითმმართველობა ETA News-ის ადმინისტრაციას იმ მასალებს უგზავნის, რომლებსაც საკუთარ ვებგვერდზე ყოველდღიურად აქვეყნებს. ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს, რომ ქალაქ ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს მოემსახუროს ეს შემსყიდველი ორგანიზაცია საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ეს საინფორმაციო მომსახურება გულისხმობს იმას, რომ რა მოვლენები ხდება, ესე ვთქვათ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში მოხდეს მისი გაშუქება ინტერნეტ საიტზე. შემოგთავაზა მომსახურება აღნიშნულმა ორგანიზაციამ გავარკვიეთ მისი უნარიანობა ანუ ზოგადად ამ სფეროში მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ამის შემდგომ გადავწყვიტეთ რომ გაგვეფორმებინა ეს ხელშეკრულება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან ეტალონ მედიასთან ურთიერთობა მხოლოდ სარეკლამო მომსახურებით არ სრულდება. მიმდინარე წლის 23 მარტს Adigénis მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ეტალონ მედიას შორის კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. ამ შემთხვევაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2960 ლარი კომპანიას გადაცემა ეტალონში Adigénis მოსწავლეების მონაწილეობისთვის გადაურიცხა. ხელშეკრულების მიხედვით მუნიციპალიტეტს გადაცემაში მონაწილე მოსწავლეების შერჩევა, ასევე მათი და გულშემატკივრების მიყვანა დაევალა. სწორედ ამის გამო Adigénis მუნიციპალიტეტი ორგანიზაცია მედიის
განვითარების ფონდის კვლევაში მოხდა. MDF-ის ინფორმაციით აღნიშნული ქმედებით ადიგენის გამგეობა მაუწყებლობის შესახებ კანონის 66-ე მუხლის პირველი პუნქტი დაარღვია. იმავე კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს გადაცემა დააფინანსოს. მაუწყებლობის შესახებ კანონში ხაზგასმით წერია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუძლია მაუწყებლის დაფინანსება. ეს დაფინანსების წყარო შეიძლება მივიჩნიოთ ირიბ დაფინანსებად, რომელსაც კანონმდებლობა აგრეთვე კრძალავს, რადგან ობიექტივ მედიას პირდაპირ არ ურიცხავს ეტალონ მედიის გავლით ხდება თანხის გადარიცხვა. და ეს არის უკვე ირიბი დაფინანსება, რადგან ადმინისტრაციული ორგანო, ამ შემთხვევაში ადიგენის მუნიციპალიტეტი იღებს რაღაცა ფორმით ფინანსურ ხარჯს იმისთვის, რომ ეტალონი მედიას მიერ წარმოებული გადაცემა განთავსდეს ობიექტივის ეთერში. გადაცემა ეტალონის შესარჩევი ტური მარტის თვეში ახალციხელი მოსწავლეებისთვისაც გაიმართა. მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ღონისძიებას გადაცემის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი დაესწრო. თუმცა ამჯერად ახალციხელი მოსწავლეების მონაწილეობით ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში გადაცემა არ გასულა. მიუხედავად ამისა, 30 ივნისს ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო ახალციხელების დაჯილდოების შემდეგ გადაცემა ეტალონის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელით დააჯილდოვა.